Hey guys, let's go. What's up YouTube? Salami ყველას. მოგესალმებით ბიჭები. მოკლედ დღეს იქნება ახალი პოდკასტი. დღეს არის ესე იგი ფაქტობრივად გამოდის კვირა დღე. კვირა დღე მაქვს ხოლმე დასვენების დღე. თან დღეს არის ძალიან მაგარი დღესასწაული. დღეს არის გიორგობა. ყველას გილოცავთ. მრავლას დაესწრათ ბედნიერად. ყველანი იყავით თავარია ჯანზე. მოკლედ დღეს ბიჭები შემოგთავაზებთ რაღაც ახალ კონტენტს. დღეს ვისაუბრებ მოკლედ პოვერლიფტინგის მეგა მონსტრზე. კაცზე ვისი გვარის გამოთქვაც მაგრად მიჭირს. კოლტონ უნდა წავიკითხო NGLB-REXT. მოკლედ კოლტონზე ვილაპარაკებ დღეს. კაცი, რომელმაც ფაქტიურად 10 წუთის განმავლობაში ორჯერ ამოწია 500 კილო დედლიფტში. ეხლა ხან შეჯიბზე რუსეთში. მოკლედ ამ უნიკუმზე ვილაპარაკებ დღეს. ვილაპარაკებ ისე იგი ფაქტიურად მაგის ციკლს შევეხები. რა drugs იღებს performance drugs და მოკლედ დღეს იქნება ძალიან მაგარი საინტერესო კონტენტი. აი ახლა აქ გადახოული მაქვს იქნება თან ფაქტიურად ჩავრთავ და პერიოდებში გავაჩერებ ჩემს რაღაცა მოსაზრებას ვიტყვი. თან რაღაც გარკვეულ სიახლეზე ვიტყვი, რაც არის Mystic Shop-ში უკვე. აქ მაქვს ხელში. ყველაზე მთავარი disclaimer ჩავაკრავ, რომ დღევანდელი ვიდეო არ არის არავის შემთხვევაში სარეკომენდაციო, როგორც სხვა ვიდეოები ჩემი. დღეს იქნება უბრალოდ ის ვარიანტში ინფორმაციული და ისეთ რაღაც კონტენტს სილოფუმ რო გავაზიარო, რასაც სხვაგან ფაქტიურად ვერ ნახავთ. იცით რომ მე მაგრად მევასება ფაქტიურად რაღაც გარკვეული self-taught რაღაცა ექსპერიმენტები, მსგავსი რაღაცა ინტერესო ფორმატის განხილვები, რაც ეხება რაღაც ისეთ სიახლეებს, რაც არის ბიოჰაკინგის სფეროში, სპორტის სფეროში, ანუ მე მინდა რომ ფაქტიურად ისეთ რაღაცებს მეწილოთ უფრო მივდევ, ვისწავლო, ისეთ რაღაცები დავტესტო. რაც performance მაქსიმალურად გააუმჯობესებს. ანუ არის უამრავი ნივთიერება, საფლემენტი, დანამატები. მე უფრო გავდივარ რაღაც არაკლასიკური ისეთ გარკვეულ რაღაც ნივთიერებებზე, რაც ჩემ თავზე პირველი ვტესტავ, მე რო ვლაპარაკობ აქ. მოკლედ, მოდი პირველად შევეხები ესე იგი ფაქტობრივად სანამ დავიწყებ ვიდეოს SARMs და ხშირად ბევრი კითხულობს SARM-ებზე. SARM-ები არ არის მარტო ფაქტობრივად, რა ვიცი, კლასიკა რაც არის რადარინი, ლიგანდროლი, ბევრი სიბუტამოლენი გონია SARM-ი, ნუ ბევრი ვიდეო მაქვს მაგაზე გადაღებული. ჩაუჯექით სხვა ვიდეოებს. არის კიდე ახალი ჯგუფი. ახალ ჯგუფში შეიძლება ის ვარიანტი ითქვას ისეთი რაც ბევრს არ აქვს გაგონილი. აი მაგალითად LGD 30-33-ს არის იგივე ლიგანდროლის ანუ ფაქტობრივად ახალი ვერსია. ეგეც შეიძლება ითქვას რომ ახალია. RAD 150 გიქნებათ გაგონილი. ეგ არის უფრო გაუმჯობესებული ვერსია კლასიკური RAD 140-ის იმით რომ უფრო პროლონგირებული მოქმედება აქვს, ანუ უფრო ხანგრძლივი მოქმედება აქვს, უფრო მოქმედებს გძლად და უფრო შედარებით არის ძლიერი. კიდე არის მაგალითად ეხლა არ შევეხები თქვათ ეს ფიტორინებს და რევეროლებს და მსგავს რაღაცებს. არის კიდე ACP 105 მაგალითად, არის AC 272. აი ეს უფრო ისეთი მეტწილად ეხლა გაგონილი შეიძლება ბევრს აქვს, მაგრამ უფრო სხვანაირი უფრო ისეთი ნივთიერებები არის და აუხსნი როგორი მექანიზმით, ანუ საერთოდ ყველა SARM-ის შემდეგ როგორც კი არ გავაჭიოთ საქმე, მაინც ტესტის სუსპრესია ხდება, ანუ მაინც მე კლომიდის თქვათ, ანუ რაღაცა გარკვეული SARM-ების მიღება კლომიდი, ენკლომიდი, ფარესტონის, მაინც მაგის მიღება 1,000,000% ფიქრობ რომ საჭირო არის რა, მან პოსტაური აზრი არ არის. მაგრამ აი გარკვეულად რო ავიღოთ თქვათ შედარებით ტესტოსტერონის სუსპრესიის კუთხით თქვათ, გინაც რადარინი, გინაც ლიგანდროლი და რო შევადაროთ მაგალითად გინდაც თქვათ, აი ეს ბოლო რას თქვი, ACP 105-დან ACP 272 სუსპრესია ამ ბოლორისგან იქნება გაცილებით უფრო ნაკლები. ეგ იმას არნიშნავს, რომ ვთქვათ, ამის შემდეგ არ იქნება საჭირო რაღაც გარკვეული კლომიდის ციკლი, მაგრამ ახსნი როგორ ნიუანს, ყველა მაინც საწყის ეტაპზე ფაქტიურად SARM-ებთან მიდის ისეთი კატეგორია ხალხი, ვინც თქვათ, აი ეს ვარიანტი ითქვას, ბუნებრივად სუფთაზე ვარჯიშობს 1-2 წელი უკვე თქვათ, აი რაღაც პროტეინი, კრეატინები დაიღალა და უნდა რაღაცა გასინჯოს. საწყისი ვარიანტია, როგორც სულ ვიძახ ხოლმე რომ ალბათ აი S4-ის მაგარი მოყვარული ვარ მე ყოფილა თვეები ყოფილი ვარ 3-4 თვე S4-ზე. ვაკვირდები ხოლმე უკვე იმას, რომ უკვე მესამე თვეს უახლოვდები და დოზირება მიახლოებით 35-40 მგ. თვალებს ცოტა ის ვარიანტი მიზაბავს, ანუ ფერების ვარიანტს მიწყოდავს. ანუ ამ თემაში უბრალოდ ჩემზე ეგ არის, თორე ალბათ აი S4 არის ყველაზე ისეთი SARM-ი, ყველაზე ალბათ ჩემი გარკვევით ყველაზე მაგარი იმით, რომ მაგას რომ მოყავს აი რო ახმელებს ხორცს, აი აშრობს, რასაც ქვია, რომ ატებს აი სუფთა ძალას წყლის გარეშე და არავით არის, რომ აი მოკლედ არაფერს ანალიზებზე არ აფუჭებს. მსგავსი მექანიზმები აქვს მიახლოებით ACP 105-ს, აი ხელში აქ მიჭირავს, ეხლა ამის ექსპერიმენტს ვიწყებ. ამის დალევონა დავიწყო, დოზირება ამისი როგორ არის? დოზირება ყოველთვის არის მნიშვნელობა
ადამიანის ფიზიკური სწონას. საშუალოდ მიახლოებით მე ხავაპირებ ეს მივიღო მიახლოებით 15 მგ. ამისი რა მომწონს? ეს არის მიახლოებით მსგავსი ეს 4-თან, ანუ მე უფრო აი ისეთ რაღაცა გარკვეულად აი dirty bulking-ი არ მევასებოდა არასდროს, იმიტომ რომ ყოველთვის ესეთი გამონსტრებული ვარიანტი, ხო ჯანზე მოდიხარ და რაღაცა, მაგრამ აი მოქნილობას, რაღაცა გარკვეული სისხლარტეს ფეთქება ძალას, ეგ გაკარგინებს. ახლა ვისაც უნდა იმინა ჯანზე მოსვლა და რაღაც ბაზარი არ არის, ეს არის ახლოს გავს ძალიან ეს 4-ს, მაგრამ არანაირი პაპუჩკა არ აქვს როგორც თვალების ვარიანტი, როგორც აღნიშნე. და ამასაც უწერენ გარკვეულ ფორუმებზე, რადგან ეს არის უფრო research use chemicals, ანუ ისეთი გარკვეული საექსპერიმენტო ნივთიერებები არის და ეხლა ეს მე მაინტერესებს ყველანაირი კუთხით, სისხლსიოლოგიაზეც ფაქტიურად. ანუ მინდა რომ ეს ხანგრძლივად მივიღო და მე რანაირად ჩავაბარო. ღვიძლიც ძალიან უწერენ ზღაპრებს, რომ ვითომ აი ღვიძლს იმას შვება აფუჭებს სარმები და რაღაცა აი 2 თვე და 3 თვე სვეტში არაფერს არ უშვება. ღვიძლს სარმების მიღება და ამას აქვს ის ყველაზე მაგარი, რაც მემჭის პრობლემა ფაქტიურად, უბრალოდ ძალიან უკვე ჭარბად ბევრს ვკითხულობ. აი კვლევებს, ხან დაჟე აი ხან მეუღლე მეჩხუბება, რომ ხან დღეში კომპიუტერთან ვატარებ ეს ბოლოხანი. გარდა იმისი, რომ ამას უბაში წყლის დალევის პროცესში მიკროფონიც ესე გავასწოროთ. ფაქტიურად გარდა იმისი, რომ სამუშაო მაქვს, სადაც ხალხს ვეკონტაქტები, ვესაუბრები, მიწერს ძალიან ბევრი წერა, ვკითხულობ ბევრ კვლევებს და ბოლო ხანებში ვატყობ, რომ საღამოს უკვე თავი მტკივა. ნეირო პროდუქტიული მოქმედება აქვს ამას, ანუ ეს ანუ კიდე ამას დადებით ის აქვს, რომ ვისაც ბევრი გონებრივი დატვირთვა აქვს, გარდა იმისა, რომ თქვა, აი, რო ავიღოთ ნოოტრობები კლასიკურები, თქვა, და გინას ავიღოთ, თქვა, კლასიკური ნოოპეპტი და ავიღოთ კლასიკური ლიმფოციტინი. ეგ არის ისეთი კომბინაცია, რომელიც უფრო ეხმარება ტვინის ეს ვარიანტში, თქვა, ტვინის ჯანმრთელობაში და ტვინის ეს ვარიანტში, როგორ თქვა, აღდგენაში. და ამასაც ეგ აქვს, ამასაც დავტესტავ, ანუ ნერვული სისტემას როგორ იმოქმედებს, იმიტომ რომ მე ვაკვირდები როგორ სიტუაციას. ყოველ მიახლოებით 4 და 5 თვეში ერთხელ სულ რომ აქვს რაღაცა აქტიური ძალიან ისეთი ფაზა, ვარჯიშებითაც მაკვირდებით რომ უფრო უბერავ კროსფიტს, უფრო hardcore ვარიანტს, პლუს ბევრი ეს ემოციური დატვირთვა. მომდის ხოლმე რაღაც ჩაქრობის ვარიანტი და მე კი ვიცი რა უნდა გავაკეთო მომდენო მიახლოებით 1-2-3 კვირაში რომ მოვიხოდო თავი, მაგრამ აი ამის ეხლა ისეთ სიახლეებს არაფერს არ დავამატებ, რომ ცდი ამას დოზირებას მიახლოებით 15-20 მგ-ს. დანარჩენს გაგიზიარებ. მისტიკ შოპში მოკლედ მეგობრებო, ნოოტრობები, იბუტამორენი და მსგავსი რაღაცები არის. შეგიძლიათ მე და მე კონტაქტოთ. ეხლა შევეხოთ უკვე ფაქტიურად კოლტონს, მე ეს ტიპი ვიტყვი რას. პირველ რიგში ადამიანის სპორტსმენზე თუ მივა საუბარი, ჩემთვის ყოველთვის პირველ რიგში იქნება ადამიანი პიროვნულად, როცა არის შედარებით უფრო თავდაბალი. არ მიყვარს ადამიანი, რომ აი ეს ვარიანტი თქვა, ხო შეიძლება კაცი იყო ჯანზე, მაგრამ აი ბუქიობა და აი რომ ძალიან ის ვარიანტი რაღაცა ნარცისიზმი რო გაქვს, აი მე რაღაცა ეგ თვითონ ჩემი მოსაზრება, მე არ მისწორდება. იმიტომ მე ვასება სმაივი, რომ ფაქტიურად ძალიან ჩაგეტილია, ძალიან თავდაბალი, ეს ტიპის თითქოს მაგის შაბეჭებას მიქმნის. მონსტრია. კაცი რომელიც ახლა არის მიახლოებით 125 კილო კატეგორიაში, თუ რა ვწდები ხარ, რა შედეგებს ეს ტიპი აკეთებს, არა ეს არის უბრალოდ კოსმოსი. მაგონებს ჩემს მაგარ ბროს მოროზას, არჩევა მოროზოს, მაგისნაირ ტიპაჟია, მოროზო ჩემთან ცხოვრობდა, ამასაც ისეთი კანი აქვს, აი ისეთი ქერატიპი არის, ეხლა უყურებ და მოროზას მასე იყო. მოროზას პიკში როცა იყო, თქვენ პროსტ წარმოდგენა არ გაქვთ ხალხ ხო, აი რა ჯანზია, აი სახში ჩემთან გაუხდია ვიპოზიორი, აი კაროჩე, აი ძალიან ჯანზია რა და ეს ტიპი ეხლა ვიზუალურად და რაღაცა მუსკულების პონჩი ისე ჯანზი არ არის, მაგრამ ეხლა ეთყობა ტიპი რომ ჯანზია და რაღაცა ეფეხებიც გინდა ხო, აი შეკრულია და რაღაცა, მაგრამ აი ეს წონები რასაც ეწევა, ეგ არის პროსტა პიზდეცი რა. ეგ არის რავი ალბათ ეს ტიპი არის ჩამოსული ალბათ რავი რაღაცა მარსიდან რა. დავცხოთ ვიტყვი ყველაზე მთავარი რას. ეს გადავახვიე იმენა პატარა მონაწყვეტი, სადაც უფრო ლაპარაკობენ უფრო სტერიკებზე, რაც ყოველს ჩვენ გვაინტერესებს. იმას იქით წინ თქვა. ეს არის დმიტრი სპირიდონოვის ფაქტიურად დამსახურება. მადლობა ამ ესეთ ვიდეოსთვის. კითხა იქ რომ რატო გადახვედი ფაქტიურად რომ რამდენი ხანი იყავი შენ ნატურალიო და რატო გადახვედი მე ფარმაზეო. ეს პასუხობს იმას რომ თავარი ყოველთვის ის არის რომ ყოველთვის დაიმახსოვრებენ იმას ვინც გააკეთა გარკვეული შედეგიო. და როგორ გააკეთა მაგას არა და რეალურად მართლა მასე არის. მეც ვიყავი პირველი აქტივისტი იმ პონჩი რომ ნეითი რამდენი წელი ფაქტიურად ალბათ ვიტყოდი რომ მინიმუმი ერთი ალბათ 8 წელიწადი აი არანორმალური რეჟიმი, რავი 2 ვარჯიშები დღეში და მარტო რავი სამი პაჭკა ხაჭო ერთი ვაშლი და ისეთი უბედურებები მოქვს გავლილი რომ მეტი არ შეიძლება. მაინც ვიტყვი იმ სიტუაციას რომ პირველი არის გენეტიკა და მეორე რა თქმა უნდა ყოველთვის გამოჩნდება მხოლოდ ის ადამიანი ადამიანის მშობლ ბარაკ იქ იმიჩოს არა ვინც შედეგი გააკეთა იმას ყოველთვის დაიმახსოვრებენ და იქით უკან ვინც არის არა ამიტომ ახლა უკვე თქვენ დასკვნოთ თქვენ თო გამოიტანეთ მოკლედ ჩავრთავ
და პროსტა 1-2 რაღაცა ისეთი საინტერესო რაღაცა მომხდა, თქვათ, რომ პროსტა არ შემიძლია რომ კომენტარი არ გავაკეთო. ვიტყვი ისევ და ისევ როგორ სიტუაციას რომ არასდროს არ მაქვს პრეტენზია იმაზე რომ მარტო მხოლოდ მე ვარ ყველაზე მაგარი და ყველაზე მწოდნე. ჩემს მოსაზრებას უბრალოდ გამოვთქვა რა, რომ ტიპი არის გენეტიკური მონსტრი, პროსტა აი მოусმინეთ და ვიტყვი 2-2 რაღაც იყოს. Точно. Головы клетки это очень дорого. აქ ღეროვან უჯედებზე ლაპარაკობ, ნუ ახლა გამარჯობათ. ვისაც გააქვთ ბაზარი არ არის, მიახლოებით $8,000 ერთ პროცედურაზე რო ჩაიტაროთ მომავალ კლინიკაში, ეგეც საამაგარია. კი. Один вопрос о химии и заканчиваем с этой темой. Это не секрет, что именно ты принимаешь и сколько? ჯერის გამისწორდა ცოტში რომ პირველ რიგში რა თქვა, ფაქტობრივად, ანუ იქით ძალიან წოწო არის ეს თემა რა ზოგადად რა. ამ თემას არ ეხებიან რა და ეხლა ამ თემას რო ეს ტიპი ბაზრობს, короче. ჯერ ეგეც უკვე რესპექტი არის ძალიან დიდი რა. ანუ ეკითხება ხინკაზე, ჩვეულებრივ ბაზრობს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ маინც ცოტა ოდენი რაღაცები ისეთ ვარიანტში მიყუჩებული თემები თქვა რა დოზირების მხრივ. Не секрет. Я нахожусь на курсе круглый год, без перерывов. В межсезонье принимаю 250 мг тестостерона в неделю. А какой эфир? Энантат. Ну, აქ კლასიკა ესე იგი, სულ არ ციკლზე, სულ მთელი წლის განმავლობაში, ნუ ახლა კლასიკა მე გარაფერი არის. ოფსიზონზე რო ვარ 250 мг ტესტი მაქვს ენკაო, კვირაში. Фиксируем 250 миллиграммов, когда ты на отдыхе. Межсезонье, да. У меня цикл подготовки занимает 12-16 недель. ანუ მომზადების პერიოდი ციკლის მაქვს მიახლოებით 12-16 კვირა, ეგ არის უხეშად 3-4 თვე. Я начинаю ставить 350 мг в течение 3 недель. Потом повышаю дозировку на 100 мг каждые 3 недели. ანუ უხეშად 350-ზე მე გადავდივარ დოზირებას და ყოველ კვირა უმეტებ მიახლოებით 100 мг, სანამ არა ვარ 500 мг тестостеронზე კვირაში. Они дойдут до 500 мг. Остаток подготовки я остаюсь на 500 мг и выше этой дозы не поднимаюсь. ანუ тестостеронსაც შეეხება 500 мг-ზე ვчები თლიანი მომზადება, ანუ მაგაზე ზევითო მე არ მივდივარ დოზირების მხრივ. А как насчет анастрозола? Ты его используешь? Что это такое? აი ეგ იყო საინტერესო რეალურად რა, რომ ანასტაზოლზე ეკითხება ფაქტობრივად, ანუ ეს არის მოკლედ საინტერესო თემა, რომ არც ვიცი რა არის ვაფშე, ანუ ტიპი просто წარმოიდგინეთ, რომ აი ინგიბიტორს, ანუ მოკლედ არ სვავს ანასტაზოლს ვაფშე, ანუ არც ერთი არ აქვს. ეგეც რა ვიცი, როგორ საინტერესოა ძალიან. Анастрозол это препарат, და ეხლა ყველაზე მთავარი რაც არის, ჯანდაბას ეგ ანასტაზოლი კარგი. который снижает уровень эстрадиола. რატო არ უქმნის მაინც დიდ პრობლემას ამას? პატარა ასაკი, დიდი წონა არ აქვს. ეგინაც მაღალი ესტრადიოლი აუვიდეს, რაღაცა პონჩი მაღალი ესტრადიოლი პაუერლიფტინგში ვიწყოდი რომ კაი არის. რაც მეტად ახლა უფრო შეშუპებული და გიპერგიდრირებული უფრო. ანუ გიპერგიდრატაცია პირიქით მაგრად ეხმარება ძალის მემოჩენილებას, ძალიან მაგრად. ამიტომ თან ხა ამას არ აქვს დიდ დოზები, ხა გრამი ტესტი არ აქვს და შესაძლებელია რომ ძალიან მაღალი არომატიზაცია არ აქვს და ძალიან მაღალი ესტრადიოლი просто ამ ტიპს გენეტიკურად უბრალოდ არ აწუხებს რა. თორემ ცოტა შეეცოდინებოდა ანასტრაზოლზე რა და ეხლა ყველაზე მაგარი რომ მე ვიღებო უსმინეთ. Я принимаю мастерон. ვიღებ მასტერონსო. ანუ გონია რომ როგორც ინგიბიტორი არომატაზის არის ფაქტობრივად მასტერონი. ეგეც გარკვეული მაგარი სტერეოტიპია უწენენ კიდე გზად კიდე პახუდუ პრიმაბოლანსაც და უწენენ კიდე გზად ხომ პროვინოსს. პროვინოს შესაძლებელია ცოტა. შესაძლებელია მასტერონსაც და პრიმასაც ცოტა თუ ნამდვილი არის, მაგრამ არა, როცა მკვეთრად ადამიანს აქვს ჭარბად მიდრეკილება მაღალი ესტრადიოლისკენ და მაღალი კონვერსიისკენ არ არსებობს ანასტაზოლი მაინც იქნება საჭირო ცოტა მაინც აი 500 მიკროგრამი ყოველ თქვა რა ვიცი 5 დღეში ერთხელ მაინც. Только на подготовке? Да, на подготовке. Даже принимаю его и на отдыхе, но в меньших дозировках. Я делаю это в качестве меры предосторожности, чтобы не получить побочных эффектов. ანუ ამას იმიტომ ვიღებო, რომ ძლიერი რაღაც გარკვეული პრეპარატებისგან არ მიიღო რაღაც საიდეფექტები. ეგეც გარკვეული სტერეოტიპია. ხო არა ისა ვიცი მასტერონი რაღაცა თქვა ჯადოსნური რავი 3 გრამიანი გლუტათიონის რაღაცა გადასხმა, თქვა რაღაცა თქვა აივი თერაპიები, რომლებიც თქვა შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა თქვა, რაც ტოქსიკური რაღაცა გარკვეული ზეგავლენას ახდენს ჩვენზე ფარმა, რომ მაგის ნივილირება მაგით მოვახდინოთ. მასტერონი ჩვეულებრივად ფაქტობრივად არის სტერიკი, უბრალოდ დეგეტე ისეთ ვარიანტში, რომელიც ცოტა დრაივს მოგმატებს, ცოტა ზედმეტ წყალს შეიძლება მოგვაშორებს, ცოტა სიხმელეს მოგცემს, ცოტა ძალას მოგცემს, ცოტა გამძლეობას მოგცემს. კლასიკა, მაგრამ როგორც იმ კუთხით რომ რაღაცა საიდეფექტები ავირიდოთ, ეგ არის სტერეოტიპი გარკვეული. ნუ ეხლა ჩვეულებრივ ტიპმა თქვა ეთყობა, რომ ძალიან ჩახედილი ტიპი არა ის ეხლა ამ თემაში. Так, мы знаем о тестостероне, знаем о мастероне. Что еще? Я ставлю 500 мг тестостерона в пиковой дозировке, 100 мг мастерона. Иногда принимаю деку, но не очень долго. Я принимаю ее около 3 недель, затем прекращаю.
აი ეს იყო ჩემთვის კიდე მაგარი საინტერესო. ხანდახან კიდე ვიღებხოლმე დეკასო. საერთოდ თუ მივასაუბარი დეკაზე, დეკა ესე იგი არის ნანდროლონ დეკანუატზე საუბარი, ეს დეკა საწყისი. ნანდროლონ დეკანუატი საერთოდ რო ხდებოდეთ, აქტივაცია მაგისი ხდება და ნორმალურად რომ მაგან მოახდინოს რაღაცა ცოტა შეგრძნება ვთქვათ ძალის შემორჩევლებზე, ინიექციის შემდეგ უნდა გავიდეს უხეშად 10-12 15 დღე, ანუ უზომოდ გრძელია ნანდროლონი. საერთოდ მაგას უკეთებდნენ ბებიებს, აი ვთქვათ მოტეხილობა რაღაცა მიიღეს და ხანგრძლივი მოქმედება აქვს მაგას ახლა. მე არ ამჯერე რომ ეს იღებს ნანდროლონ ფენილპროპიონატს, რომელსაც მოკლე მოქმედება აქვს. სამი კვირა ვიღებ, ანუ უხეშად რომ გააქტიურდეს დეკა, მაგდენი ხანი სჭირდება და ვიღებ და მე ვანებებ თავს. ნუ აქაც გარკვეული რაღაცა ისეთ варианტში, ну ისეთი პონტია რა. Ставлю гормон роста 5 единиц в день. Каждый день. Почти каждый день. Иногда делаю перерыв, а потом опять продолжаю. 5 ერთეული აქვს GH-ი დღეში, ну ეს კლასიკა, აქ არაფერი განსაკუთრებული. Ანდახან ვანებებ, მე ისე ჩოყ ვაგზელებ. Принимаю пептиды для здоровья сухожилий. Я использую BPC и TV500. Еще использую оральные препараты. რაც შეეხება BPC-ს და TB500-ს, ბაზარიერი მაგას ვიღებო, ну ეს კლასიკა, ნორმალური კომბინაცია, არის კიდე ფაქტობრივად როგორი სიტუაცია ხა ძალიან მოდაში, რაც ფაქტობრივად ეს კომბინაცია შეერთად არ დამიტესტია, მაგრამ მე ხოლმე ვაპირებ რომ დავტესტო. BPC, TB500-ი, QVP, პეპტაიდი არის და GHQ, ეგ არის 4 ერთში, რაც პროსტა კოსმოსურ იმენა აკეთებსო იზის მაგეებზეო ერთმა ტიპად ხო კაროჩე, რომელიღაც ფორუმზე აღარ მასო Reddit-ზე მე მგონი რომ ჰევილანძი იძახონდნენ რომ მაგ კომბინაციაზე ზის პეპტიდების კუთხით სახსებისთვისო. რეალურად ეგ ის არის, ანუ ეგ კლასიკა, აქ არაფერი ისეთი არ არის. Начинаю принимать за 6 недель до старта. А какие именно оральные препараты? 6 კვირით ადრე იღებს ორალკას. ორალკაზე საუბარი მიდის კლასიკურად მეთანზე მოკლედ, რო თქვათ ისეთ ენაზე და ოქსიმეთოლონზე Принимаю дианабол и анадрол. 100 мг анадрола 3 раза в неделю. Дианабол 30 мг в день. Все оральные препараты принимаю на пике моей подготовки. Это полный список препаратов? კლასიკა, ანუ 36 კვირით ადრე, კვირაში 3 ჯერ 100 მგ ოქსიმეთოლონი, ყოველდღიურად 30 მგ დიანაბოლი. საინტერესო ის არის, რომ ანასტაზოლი როგორც თქვით, თავში მაგას არ აქვს, მეთანიც აკეთებს კონვერსიას ესტრადიოლში, მეთანიც ეწევა ესტრადიოლს და, ну, საინტერესო თემა არის იმ კუთხით, რომ ფაქტიურად ეგ нюанსები და დოზირებები, რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედით არის ცოტა. Отлично, но это не так и много. Да, мне тоже так говорят, а я и не знаю, много это или мало. А что насчет тренбалона? Нет, я никогда не использовал трен. Ты слышал о нем много плохого? Слышал плохое. И потом, мне кажется, побочки меня замучают. Я и так иногда бываю раздражителен и не могу контролировать себя должным образом. Поэтому я не собираюсь принимать что-то такое, что может помешать мне себя контролировать. Может быть, это немного грубо, но мне очень интересно узнать, что у тебя с кожей. მოკლედ, ესე იგი, შეეკითხა ტრენზეც აქვს როგორ სიტუაციას. ყველა გარკვეული რაღაც ისეთი ჰაიპური თემები, რაც არის გავარნილი იმ ხალხით, რომლებსაც დიდი ჭკუა არ აქვს და შპრიცში უყურთ უბრალოდ ბევრი სიცხის ამოღება. ახსენ სიტუაციას. ყოველთვის ყველა პრეპარატს შევეხოთ, ვაფშე ყველა პრეპარატი გარკვეული რაც კი არსებობს, აი ზოგი ამობენ რომ აი თქვა იმენა ამ რაც არამებს შევეხებით და რაღაცას თქვა ბევრი კლევა არ არის, აი თქვა ჰისტერიკებზე არის, არა, ბოლომდე არც ერთი პრეპარატი, იმენა ბოლომდე კაროჩე რა, არ არის ნორმალურად გამოკლეული. აი ახლა ხელოვნური ინტელექტი მომდენო მიახლოებით 3-5 წელიწადში მაგის დახმარებით უფრო წამოვა ეს კლუბების თემები უფრო აქტიურად და უფრო იქნება ბევრი რაღაც განხილული და უფრო ბევრ რაღაცა გამოუჩნდება როგორც ცუდი, ისევ ორყოფით. ყველაფერს აბსოლუტურად აქვს რაღაცა გარკვეული, რა ვიცი, მოქმედება როგორც დადებით, ისევ ორყოფით. დოზირებაზეა. მე მყავს მეგობარი, რომელიც აი ძალიან მაგარი განათლებულია, აი სვეჩი უზომოდ ბევრი საინტერესო მაგას აქვს ჩემთვის გაზიარებული, აი უზომოდ ბევრი ფასიანი ფაქტების კვლევები, რომელიც ტრენზე ზის მიახლოებით კვირაში ოღონდ იღებს თუ არა ვცდები 20 მგ-ს აცეტატს, ხან ორჯერ, ხან სამჯერ. და ანალიზები აქვს იდეალური და ძალიან დიდი ხანი ზის. აი ეს არის ისევ და ისევ როგორი თემა. დოზირებაზეა. იქ ფორუმზე ფაქტიურად ეს Reddit-ებზე და ზოგი 1000 დებილი ვინც არის ეს იმდენი მინახია ფაქტიურად რომ აი წარმოიდგინეთ ახლა ამ ხალხი სპორტსმენია. სიმართლე ვთქვა, ჩემი ვარაუდით 10-15-20% დოზირებები შეიძლება დააკლო. შეიძლება არც დააკლო, ყოველთვის შეიძლება ჩაუდო თქვა. თუ აკეთებს თქვა მაგ შედეგებს. მაგ დოზებზე ბაზარი არის გენეტიკური მონსტრია, ну შეიძლება როგორ ჩემი აზრით თითქოს დოზები ცოტა პატარები არის. დანარჩენი ალბათ რა ვიცი, შეიძლება ყველაფერი მე არაფერს არ ვიტყვი, просто ეხლა ეს ვიდეო ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ რაღაც ვარიანტში გადავთარგმნე, რაღაც ვარიანტში ჩემ მოსაზრებად თქვი. დანარჩენი ხა რაც შეიძლება ითქვას ტრენზე, დოზირებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ მივა საუბარი პროფესიონალ სპორტზე, აი იმენა, მანდ ისეთ ვარიანტში შეიძლება ადგილი კონდეს ახლა მაგ სპორტზე. კიდე მეორე ნიუანსი, რაც შეეხება თქვა აგრესიას და რაღაცა თქვა ნეიროდეგენერაციას, ასე პრეპარატი აკეთებს ფაქტობრივად რომ რაღაც ნეირონებს აზიანებს, ანუ რაღაც ვარიანტში შეიძლება ითქვას თვითონ დებილი ვითქმის და რაღაცა.
უხეშად ვამბობ ამ სიტუაციას. ახსნე როგორ სიტუაციას. როცა ადამიანი იღებს სტრესს, შესაძლებელია რომ ჩვენში არის თავში ნეირომედიატორები. გარკვეულად ისეთ ნეირომედიატორები, რომლებიც უფრო აქტიურობს უფრო აქტივაციას, ასე ვთქვათ, რომელიც უფრო გლუტამატს პასუხობს. შესაძლებელია რომ მაგ პერიოდში როცა ვიღებთ ჩვენ ტრენს, გავაკეთოთ აქცენტი გარკვეულად ჩავამატოთ მიახლოებით უხეშად ის თვე და თვენახევარი, ისეთი გარკვეული რაღაც საფლემენტები და ნიუტრიენტები, რომლებიც უფრო გამხს გააქტიურებს. აი მაგალითად მე ლიჩნად, რა ვიცი, ვინც ვთქვათ მოქონის სპორტსმენი ვინმე მაგარი ყოლია, როცა ტრენზე პავს, ეგრევე ვალევინებ სვეტში ვალოპროების მჟავას. ანუ ეგ არის ისეთი გარკვეული ნიუტრიენტი, რომელიც უფრო გამხს ააქტიურებს. ანუ შედარებით უფრო ამ გიპერ აგრესიას და ამ გიპერ რაღაცა გარკვეულ სტიმულაციას, როგორც რაც შეიძლება ითქვას თქვა, ტვინის კუთხით. მაგას ფაქტობრივად ვაქვეითებთ. არის კიდე სხვა რაღაც ისეთი გარკვეული დანამატები, რომლებიც უფრო სეროტონინს ააქტიურებენ, ანუ უფრო მაშინ მაგ პროცესში თქვა, დაჟევა დავამატოთ თქვა, დიდი რაოდენობა თქვა, მაგნეზიუმი, რაღაც გარკვეულად გინას თქვა, გაბა, პიკამელონი თქვა, საფრონი, თიანინი დიდი რაოდენობით ტრენს პერიოდში ადამიანი ძალას არ გააფრენს. აი ისევ და ისევ მნიშვნელობა აქვს კონტექსტს, ანუ გარკვეულ ადამიანს. მნიშვნელობა აქვს დოზირებას და მნიშვნელობა აქვს კი გზად რა არის. ბევრმა არ იცის სტერიკებთან მიდგომაში ეგ სიტუაციები, რომ რაღაცა გარკვეული ძალიან გვააქტიურებს, არის ისეთი ნიუტრიენტები, რომლებიც შედარებით გვანელავებს და აი მაშინ აქვს უფრო მნიშვნელობა, რომ აი გონებით და ნერვული სისტემის კუთხით რო ვიყოთ ადეკვატურად, რომ მივიღოთ ისინი მაგ პროცესში და ჩვენ ხო გვინდა ფაქტობრივად ფიზიკური ძალა და ეს თავს ქვევით უფრო ეს ფიზიკური რაღაც მომაცემები ტრენი მოგცემს ამ სიტუაციას. ანუ ყოველთვის აქვს მნიშვნელობა და ყოველთვის შეიძლება რომ რაღაც გარკვეული სწორი გამოსავალი ინახოს. ისევ და ისევ თუ ყველაფერს უდგებით ჭკუით. მოკლედ, ესეთი გარკვეული რაღაცა პატარა ვიდეოს თემა გამოვიდა სავით, ვფიქრობ, რა ვიცი, იყოს არქივში, ეს ტიპი იმსახურებს სვეტში პოდკასტს, ძალიან მაგარ ჯანზეა, მე მაგრად მომწონს და სვეტში მჯერა რომ ეს ტიპი 520-530 დედლიფტს მომდენო მიახლოებით 1-2 წელიწადში გააკეთებს. ეს არის ჩემი გარკვეული მოსაზრება. 2027-მდე სვეტში იზავს. რესურსი აქვს, ახალგაზრდა მოკლედ, რა ვიცი, გენეტიკური რეალური მონსტრი რა. ესეთი გარკვეული ეს მონაწყვეტი გამოვიდა, იყოს არქივში. გადავყვები ხა ბიჭები ფაქტობრივად ნახავ, ესე იგი, შეკითხვებს იქნება 1 ან 2 შეკითხვაზეც ბარემ უცებ და ბიჭები ფაქტობრივად ესე იგი, მოდით უცებ როგორც ვთქვი, 2 შეკითხვას ჩავახსოვებ, რადგან ცოტა დრო კიდე არის, რომ არ მინდა ხოლმე 30 წუთს გავსწრე, მაგრამ მოკლედ ნახოთ როგორ გამოვა. ერთ-ერთი შეკითხვა რაც არის ზაღლუკა გიორგი დემიტრი გიო, გამარჯობა solo GH-ზე ზის ფორმულის მიღება რა შეგრძნება აქ. აი რას გზნობ მარტო ეგ რომ მიიღო. გზნობ იმ სიტუაციას რომ მიახლოებით უხეშად ერთ კვირაში ცოტა წყალი გიკავდება, ერთი არის, რაც შეეხება ცხიმის წვას და ამ სიტუაციას ასაც ბაზრობი მეტილად რო უწერენ ცხიმს შედარებით კი წვავს, კი ბაზარი არ არის, მაგრამ პროცესში გინდა არ გინდა ნატრიუმს აკავებს კუნთებში ცოტა უფრო დაჟე ვიზუალურად გბერავსავით რა. თუ იმენა მივა თქვა ცხიმის წვის გამოყენების კუთხით, ბაზარი არ არის, შეიძლება გამოყენდეს, მაგრამ პროცესში უფრო ცოტა წყლიანი ხარ. როგორც თქვათ გამოშვების ციკლს დაასრულებ და კიდე პახოვდ გზად GH შეწყვეტავ, მიახლოებით 7 დღეში რომ გავა მაგის შეკავებული წყალით, აი მაშინ უფრო გზნობ რომ თითქოს გამოგაშრა და თვითონ პროცესში ну აი როგორი სიტუაცია ხდება ზოგს ცოტა ძილი უმჯობესდება ზოგს ცოტა პახოვდი იბერება ჯანზე მოდიხარ ცოტა აღდგენას თითქოს გაქვს უკეთესი და მაგრამ ისევ და ისევ ყველაფერი მაინც მიდის IGF-თან რის კონვერსიაც ხდება შესაბამისად ღვიძლში GH-ის მიღების შემდეგ ეგ კონვერსია ყოველს ინდივიდუალურია ეგ ხდება ღვიძლში როგორ დონეზე თქვა აიწევს IGF-ი მაშინ ხდება უფრო საინტერესო ბევრი პროცესები რა რაც შეიძლება თქვა აი პრესები და სახსები გაამაგროს ეგ ერთი ცხიმიც უკეთესად დაწვას და ასე შემდეგ შეიძლება რომ მიიღო ბაზარი არის ანტი-ეიჯის თემაში ასაც თქვა უწერენ ну აი so იმპონში რომ თუ მივა საუბარი ანტი-ეიჯზე იკუნთებზე საუბარი ზედმეტია და ვინც თავიდან ამობს რომ ანტი-ეიჯის თემაში შეუბეროთ ხო და რაღაცა მე ყოველთვის როგორც გადის პირველი 2-3 კვირა ჩემ პრაქტიკაზე ვიცი ამობენ რომ მოდი ბარემ კუნთებიც და მოდი დოზირებას მოუმატოთ და იქ უკვე ვალდივართ გინაც 3-ზე 4-ზე და 5 ერთეულზე იქ უკვე ანტი-ეიჯის თემა არ არის ანტი-ეიჯის თემაში ეგ არის უხეშად ქალზე მიახლოებით რავი 1 ერთეული კაცზე 1.5 ერთეული უხეშად რა და შეიძლება რომ გამოიყენო რაღაცა გარკვეულ ჰორმონალურ რაღაცა გარკვეულ ღრმულში არავის შემთხვევაში არ აგდებს, ანუ ის ვარიანტი შეიძლება ითქვას, რომ ტესტთან შეხებაში LHFSH-თან ვაფშე არ არის. თუ მithumetes ხარ მიახლოებით 30 წელს ზევით, შენი GH დაბალი გაქვს, გინდა არ გინდა და რავი, თუ გინდათ რომ ბუნებრივი თქვენი ენდოგენული აწიოთ, რავი, იბუტამორენა მიიღოთ აი ზღაპრები, რომ ძილის წინ არ გინინდა გლუტამინი რაღაცები ეწევა ზის ფორმას, ეგ არის ზეზეული ზღაპრები.
ან იბუტამორენი ფაქტიურად, ან კიდე GH შეიძლება რომ მიიღო რა, კაი ხარისხის. ცოტა ჯანზე მოგიყოს სოციუმს დაადნოს, აი მაგ შედეგს ფაქტიურად ვიდეოზე საქ არის ერთი შეკითხვა, bro, აი სწორად გამიგე, ზაღლუკა ლეგენდა, შენ იმ ხელ ტექსტი გიწერია ძმარო, აი ეს არის ალბათ სულფასოვანი ერთი მინიმუმი 2 ან 3 კონსულტაციის თემა, აი უზომოდ რთულია. ერთ ტექსტში გაქვს დაწერილი ალბათ მიახლოებით 1-5 ასპექტი. ამაზე ფიზიკურად ვერ გიპასუხებთ რა. სწორად გამიგე რა და ან დახურ ჯგუფში მაინც შემომიერთი კიდე მესმის ესეთი დაწერო და აი იმდენი ის არის ნიუანსი რომ პროსტა პიზდეც. აი ალბათ ერთი ძალიან ისეთ რთული თემა არის, ამაზე ვერ გიპასუხებ. უცებ ჩავაქსოვებ ფაქტიურად, ესე იგი ზაღლუკა გიორგი ელიაშვილი, სწორად გამიგეც მეც. სალამი გიო, რა მაინტერესებს, ვისაც მკერდი ჩამოგჩება, როგორ მოკლედ რა სისტემით ვიორჯეთ რომ მკერდი ვისაც ჩამოგჩება. კაი შეკითხვაა ძმა და ეს არის ფაქტობრივად ჩემი ერთ-ერთი კიდე ჩემი ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რაღაცა ბაგი, მეც გენეტიკურად მკერდი ჯანზე არ მაქვს. ახსენ როგორ ნიუანს ფაქტობრივად. მან არის კლასიკა. თუ ადამიანს რაღაცა კუნთი ჩამორჩება, კვირაში ერთხელ რა მომბენ რომ ვითომ აი უნდა დაასვენო მეტი ხანი და რაღაცა, ჩემი მოსაზრება არის რომ არა. თუ კუნთი ჩამორჩება, უნდა აკეთო კვირაში ორჯერ. ნიუანსი როგორ? ჯაზეც უნდა გქონდეს ფაქტიურად, გამოდის ეს მიწოლით კუნთები და უნდა აკეთო ორ ვარიანტში. უნდა იყოს თქვა ერთი ძალისმიერი ვარჯიში. რახან მკერდი ჩამოგჩება შენ ალბათ ამ ჰიპერტროფიის კუთხით, ანუ რომ კუნთი გაიზარდოს, ახსენ ნიუანს ფაქტიურად. ერთი ვარჯიში უნდა იყოს უეჭველი რაღაცა თქვა ძალისმიერი. თუ ჟიმი მიგდის თქვა და ჟიმზე გინდა რომ ფაქტიურად, აი ვინც ნორმალურ ჟიმავიკე შეხედე ფაქტიურად, რა ვიცი, იგივე რო იყოს გია ჩვენი ბეროშვილი, რომ ახსოვს და ჟიმი ახლობით 10 წლის წინ მკერდი ქონდა რაღაცა მოსწული, აი რაღაც უბედურება ქონდა. ცალი მკერდი რა და კაც ქონდა რამხელა ჟიმი, ანუ 300 აქვს მე მგონი შეჯიბზე გაკეთებული რა და უნდა თუ ჟიმი მიგდის, ჟიმზე აკეთო ძალისმიერად თქვა, ისე რომ ეხა ჟიმზე თუ რო ეწიო ძმა, მიახლოებით მაქსიმუმი ქონდეს 120 კილო და 130 კილო ერთჯერადი და ქონდეს მუღამი რომ დიდი მკერდი ქონდეს, იშვიათია. რახან ჩამოგჩება, ესე იგი სულ გექნება ეს პრობლემა რა და უნდა ერთი დღე აკეთო უფრო ძალისმიერი ჟიმი თქვა, რაღაცა თქვა კლასიკურად ჟიმი და კიდე მაგის გარდა მიახლოებით თქვა ერთი-ორი ვარჯიში რაღაცა ჰიპერტროფიული რა. და ერთი ვარჯიში კიდე მაგის გარდა უნდა ქონდეს სულფასოვანი კიდე ჰიპერტროფიული ცალკე. ანუ უხეშად ჰიპერტროფიას თუ მიდის საუბარი, მithქვია ბევრჯერ რომ ეს შიოჩიკი 8, 12, 16, 20 გამეორება აშრობს, ეს ყველაფერს გაპარია. უნდა გქონდეს მიახლოებით ისე რომ თუ გევასება ნელა გაკეთება უფრო. მე მაგალითად ნელა მევასება უფრო კონტროლირებულად 25-დან მიახლოებით 1 უხეშად 40-45 წამამდე კუნთი უნდა იყოს დატვირთვის ქვეშ. აი ვიტყოდი რომ უფრო 30 წამი. 30 წამი ეგ არის მიახლოებით 8, 9, 10 შეიძლება 11 გამეორება ნელ ტემპში. ძალაზე ვარჩობ ერთხელ, უხეშად თქვა აკეთებ რაღაცა ციკლს. დახურული ჯგუფის მაქვს გარკვეული პროგრამა, შეგიძლია იქ შემოხვიდე, უპრიმიტიულოს ვარიანტს აკეთებ, უხეშად თქვა იწყებ 5-5-ზე, მე მომდენო კვირა 5-4-ზე. პროცენტულობას უმატებ მე წონისას და ასე შემდეგ. და უბრალოდ ამუღამ რაღაცა გარკვეულ ერთ, ან რაღაცა გარკვეულ ორ მოძრაობას რომელიც აი გრძნობ რასაც ქვია და რომელსაც გრძნობ რომ მაგრად გისწორდება. და მაგ მოძრაობას აკეთებ სამუშაო რეჟიმში, კვირაში მიახლოებით შეიძლება დაჟე გააკეთო 5, 6, 7 შეიძლება დაჟე 8 მისვლა. აი მაგალითად მე შუადელზე თუ ვაკეთებ მხოლოდ ამ გაშლებს განტელისას და ვაკეთებ შეიძლება კვირაში მიახლოებით 10-12 მისვლა. შეიძლება დაჟე მეცაც ხოლმე რა და. ამიტომ უნდა აკეთო კვირაში ორჯერ და შეეცადო რომ წინა დღისით ხოლმე მაინც იყო შედარებითი დასვენებული თქვა, ან დასვენებული თუ არ ხარ, თქვა. აი ძირითადი ძალისმიერი ვარჯიშის თქვა წინა დღეს უნდა იყოს უფასოვანი დასვენებული. აი მეორე რაც იქნება თქვა ცოტა აი ლაითი ფამფური რაღაცა ვარჯიში. მაგის შემდეგ უნდა ეცადო რომ აი მიწოლითი ვარიანტი თქვა, ქონდეს მაინც დასვენებული მიწოლითი კუნთები რა. აქცენტი ნორმალურად თქვა კერძზე, ვარჯიშის თქვა პროცესში რაც შეიძლება რომ კაი გააკეთო თქვა, ნახშირწყლები უბერო, როცა ავარჯიშებ კერძს და შედეგი შედარებით იქნება. მაგრამ ისევ და ისევ ვიტყვი სიტუაციას ბიჭები, რომ არასდროს არც ერთი სავარჯიშო პროგრამა არ არის პანაცეა რომ ეგაკეთებს ვაფშე ყველაფერს. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ სტრუქტურული გენეტიკა, ანუ ადამიანის ხარ ჯანზე, მეორე ვიტყოდი ჰორმონალური ფონი, მაღალი მე რო კი შესაბამისად ცოტა ეს ბლოკები ამინომჟავისას ცუდი არ იქნებოდა, მცილაც 1.6, 1.8 მაინც გრამი კილოგრამზე უნდა მიიღო. მოკლედ ბიჭები, ასეთი პოდკასტი დღეს. სიახლეები გითხარით, ან Mystic Shop-ი ნელ-ნელა გვიბრუნდება, ნელ-ნელა მუშაობ. შეგიძლიათ მე მომწეროთ რამე თუ გაინტერესებთ, Telegram-ში ყველგან რა ვიცი და ყველგან ვარ კი კომბიოჰაკერ.
დანარჩენი დახურულ ჯგუფში მაქვს უამრავი კონტენტი, სადაც თქვათ აი ამაზე გაცილებით მეტი არის, შეგიძლიათ შევმიერთოთ, იქაც მე მიმპოვეთ ფაქტიურად და მომწერეთ დაირექტში და გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და კომენტარით ხოლმე ფიქრობ, რომ ყოველთვის 2-3 შეიძლება ხოლმე ცალკე ხანდახან ავიღო და პოდკასტებით კითხვა-პასუხებისაც ჩავწერო. ყველას ფაქტიურად დროებით გემშვიდობებით. ადიოს.